ხვალ პარტიული თვალსაზრისით იქნება ისო ასე ვთქვათ ორგანო, რომელიც დროებით იქნება მართველი ამ გარდამავალ პერიოდში, ეს იქნება საბჭო. კი, პარტიული ორგანო და მისი წევრებიც იქნებიან უშუალოდ პოლიტსაბჭოს პარტიის სახეები, რომლებიც არიან ცნობილები ფართო საზოგადოებისთვის მათ შორის, ხო? დიდი ალბათობით ასე იქნება, იმიტომ რომ პოლიტსაბჭოს წევრები ძირითადად ასეთ კანდიდატურებს ასახელებენ. პოლიტსაბჭო თვითონ აარჩევს ამ კანდიდატურებს და ყრილობა დაამტკიცებს და რა თქმა უნდა თვითონვე ამ ყრილობაზე აირჩევა ის ადამიანი, რომელიც იქნება ამ საბჭოს ხელმძღვანელი და დროებით, ასე ვთქვათ, შეასრულებს იმ უფლებამოსილებებს, რაც აქვს თავმჯდომარეს. ხო, დროებითი ამ ანუ ხვალ ნაციონალური მოძრაობა პარტიულ ორგანოს ჩამოყალიბდა. კი ბატონო, დიახ. რეფორმების საბჭოს ვინ ჩამოაყალიბა? რეფორმების საბჭოს ეს არის არა მხოლოდ რა თქმა უნდა ხალბატონი ნანუკას პრეროგატივა, რა ვიცით რომ მიხეილ სააკაშვილის იქნება ჩართული და ის იქნება ხელმძღვანელი ამ რეფორმების საბჭოსი, თუმცა ვიცით რომ ყრილობაზე უნდა მოხდეს მეორე სტრუქტურის ჩამოყალიბება. არა, ეს არ გახლავთ პარტიული ორგანო, აი მაგალითად ნანუკას ჟორჟოლიანის გარშემო იქნება ის ხალხი, რომელიც არ იქნებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, ამიტომაც ჩვენ ნამდვილად ვერ მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას, ამაში კიდევ ერთხელ მივიღებთ არის ნანუკა ჟორჟოლიანის და ჩვენი პარტიის თანამშრომლის მიხეილ სააკაშვილის, ასე ვთქვათ, გადასაწყვეტი თუ ვინ იქნება. ჯგუფი, რომელმაც პარტიის რეფორმირების პროცესი უნდა გადაწყვიტოს და მთელი მიმართულება, როგორი უნდა იყოს ამ პარტიის პოლიტიკაც და შინაარსიც და შემადგენლობაც, ამის ჩამოყალიბება ხვალ არ მოხდება. სწორად გავიგეთ, რომ სააკაშვილის სტატუსიდან დამჩნევა, რომ ხვალ ყალიბდება ის. დიახ, ნახეთ რა არის ხვალიდან იწყება ის გარდამავალი პერიოდი, რა დროსაც იქნება აქტიური, რა თქმა უნდა, რეფორმების კუთხით ეს ბორდი, რომელსაც უხელმძღვანელობს მიხეილ სააკაშვილი და იქნება ასევე აღმასრულებელი მდივანი ნანუკა ჟორჟოლიანი, თუმცა მეორე მხრივ იქნება პარტია, რომელიც რა თქმა უნდა გააგრძელებს ფუნქციონირებას, პოლიტსაბჭო არის თავგადასავლების მიმღები, აღმასრულებელი ორგანო გახდება ეს საბჭო, რომელიც იქნება დროებითი და შეასრულებს ფაქტობრივად ესე უხეშად რო ვთქვა თავმჯდომარის და სამდივნოს მოვალეობებსაც, იმიტომ რომ იქნება მთავარი აღმასრულებელი და ყოველდღიურ პროცესში მართვის იქნება ჩართული, რაც შეეხება რეფორმების საბჭოს, მას აქვს ძალიან მარტივი მიზანი, ხო? მე მომიყვანია მათ შორის რამდენჯერმე მაგალითი უცხოეთში ასე ხდება ხოლმე, ვიცით რომ არსებობს რა თქმა უნდა პარტიები და პარტიებთან არსებული ორგანიზაციები, ანუ დაკავშირებული ორგანიზაციები, რომლებიც სააკაშვილის სტატუსს კიდევ ერთხელ დაუბრუნდები თქვენი ნებართვით. კი ბატონო, იმიტომ რომ თითქოს დატოვა შთაბეჭდილება, რომ ხვალ იქნება მეორე ჯგუფიც, არა? კიდევ ერთხელ რომ ყრილობაზე არჩევა მოხდება საბჭოს წევრებს, ჩვენ ვერ აურჩევთ არაპარტიულ ხალხს ფიზიკურად ეს არ გამოვა, იმიტომ რომ გაქვს შთაბეჭდილება წარმოდგენა ვინ შევა იმ მეორე ჯგუფში, რეფორმების ჯგუფში? არა, იცით, გასაგებია რომ ეს იქნება ისეთი ხალხი, რომელთაც საზოგადოებაში აქვს ცნობადობა, აქვს ანდოობა, არიან საკუთარ დარგში ალბათ სპეციალისტები, საზოგადოების ასპარეზზეც არიან ცნობილები საკუთარი სამწუხაროდ. ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების ბორდი, ანუ ეს არ გულისხმობდეს, რომ ხვალინდელ ყრილობაზე მოხდება ეს. კი ვიცი რა ხდება უბრალოდ, ამიტომ კი ბატონო. რეფორმირების ბორდი უნდა ჩამოყალიბდეს ექსკლუზიურად არაპარტიული ადამიანებისგან. ამ ბორდს მე ვუდგევარ სათავეში და ნანუკა არის აღმასრულებელი მდივანი, რომელსაც რჩევი სრული მხარდაჭერა და არაპარტიული შემადგენლობა გვჭირდება იმისთვის, რომ გვერდიდან დავინახოთ მოძრაობაში განსახორციელებელი ცვლილებები, ზუსტი რეკომენდაციები დავდოთ სუბიექტური მომენტების გარეშე. რაც შეეხება დროებით მმართველობას, ის იფუნქციონირებს 6 თვე. რეფორმართა ბორდის საბოლოო რეკომენდაციებამდე და მასში წარმოდგენილი უნდა იყოს დღევანდელი ლიდერშიპი სრული შემადგენლობით კამათის და დაპირისპირების მიუხედავად, ანუ ალბათ თინა ბუკუჩავაც იგულისხმება და სხვაებიც ხალხი ჩვენგან არა ემოციებს, არამედ საქმის კეთებას მოითხოვს. შეიძლება განვიხილოთ, რომ ხვალ პარტიის დროებითი მმართველი ორგანო და რეფორმირების ბორდი ერთმანეთის კონკურენტები არიან, ვინაიდან შეიძლება რეფორმირების ბორდმა დადოს დასკვნა, რომ ეს პარტიული ორგანო დროებითი და ზოგადად პარტია არ არის თვლად ისეთი ფუნქციური, რომ რაღაც ძალიან შესაძლოა პარტიული პირებისთვის მტკივნეული რეფორმების სია დადოს. ჩვენ მივესალმებით ამ ყველაფერს, ცვლილებებს და რეფორმებს და ამაზე ნამუშევარის გვაქვს, მათ შორის ვიცით საფუძვლიანი რეფორმების გეგმის შესახებ, რომელიც პრეზენტაციაც მოხდა, ამიტომაც პირიქით ჩვენ ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ და უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ პარტია, არამედ ეს ქვეყანა ვიხსნათ იმით, რომ გარდა ამ პარტიულ ბიუროკრატიაზე საუბრისა, რაც მნიშვნელოვანია ხო და სტრუქტურაზე საუბრისა, არის კონკრეტული პრობლემები, ხო, რომელიც არის გადასაწყვეტი და უკვე საქმეზე უნდა გადავიდეთ, მათ შორის რეგიონებში სიარულიც ამას ნიშნავს, რასაც მივესალმებით, რაც დაიწყო ნანუკა ჟორჟოლიანის სხვათა შორის და დღეს ანაკლეში მოხდება ძალიან თქვენც უნდა შეუერთდეთ? თქვენ ცალკე ივლით ის ცალკე. ორი ნაციონალური მოძრაობა ხომ არ იქნება? არა, რატო, ანუ იცით რა არის ნანუკა ჟორჟოლიანს აქვს თავისი გეგმა, რაზეც მან ისაუბრა, ხო და აბსოლუტურად გასაგებია, რომ მას აქვს სურვილი
რომ იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან პარტიული ადამიანები და ახალგაზრდებისგან, რომლებიც არიან ასე ვთქვათ, შეიძლება ზოგი დაკავშირებული პარტიასთან, ზოგი არ არის, ხა ახალგაზრდებს ამ შემთხვევაში პარტიული ნიშნით არ უნდა ვარჩევდეთ, ამ ხალხთან ერთად იაროს და ჩაატაროს ეს პოზიტიური კამპანია, რაც გულისხმობს მე მიყვარს საქართველოს და აბსოლუტურად მივესალმები მე ამ კამპანიას და ამ სულისკვეთებას. რაც შეეხება პარტიას, რა თქმა უნდა, ბევრი აქვს გასაკეთებელი, ბევრი სამუშაო აქვს და ჩვენც არ ვაპირებთ უქმად ყოფნას. რაც შეეხება ასევე მნიშვნელოვანს მინდა ალბათ ამ თემაზე დამისვამთ შეკითხვას და მე უცებად რა თქმა უნდა გამოვიხმაუროთ თუნდაც იმას, რომ დღესაც კი მთავარი სალაპარაკო თემა მაშინ როცა 7 აგვისტო ახლოვდება, კრემლის ნარატივი კი ბატონო, კობახიძის განცხადებაზე დღეს მოდი მაყურებელს ვუთხრათ რა რისი თქმა სურდა კობახიძეს, დღეს მან გააკეთა განცხადება Facebook-ის გვერდზე ვრცელი განცხადება თქვა რომ რუსოფობია არა 2008 წლის ომის, არამედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაღვივდა და იმ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე, როგორც აგვისტოს ომი იყო, რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობა არ ჩამოყალიბებულა, უფრო პირიქით იხსენებს სხვათა შორის, რასაც იხსენებს ესე თავისი სავიზო რეჟიმის გაუქმება და ესე ვთქვათ ტურისტული მოგზაურობის და ბიზნეს საქმიანობისთვის იწვევდა რეჟიმის აქტიური ძალისხმევა კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღრმავებლად და ასე შემდეგ, ეს ამ ესეთი ჩამონათვალი აქვს და რომ რადიკალური ანტირუსული განწყობა ქართულმა აგენტურამ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა და გლობალური ომის პარტია სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბით ჭირდებოდა, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით საქართველოშიც უმაღლეს დონეზე გაეღვივება. აი რისი თქმა უნდა და საერთოდ რა საჭირო იყო, ანუ რა რჯიდა? ხო, არ ვიცი, აი რაღაცნაირად ამინდმა უკარნახა, ალბათ აგვისტომ უკარნახა, რამ უკარნახა? რა თქმა უნდა, ყველასთვის გასაგებია, რომ აგვისტოს ომის დღეებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო საინფორმაციო შეტევა, დივერსია და ეხლა კრემლის პრეს-სპიკერია ეს ადამიანი. ყველაზე მეტად რაც შეესაბამება ირაკლი კობახიძეს, მის სტატუსს არის არა ამ პრემიერ-მინისტრი ან თუ ამ შემთხვევაში დე-ფაქტო არა ამ ადამიანს ყველაზე მეტად შეეფერება აი ოფიციალური წარმომადგენელი რო იყოს პრეს-სპიკერი კრემლის. რატომ? იმიტომ რომ ეს ადამიანი გამოვიდა და მაშინ როდესაც უნდა ვისაუბროთ ეთნოწმენდაზე, მაშინ როდესაც უნდა ვისაუბროთ 10,000-ობით დევნილზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს აი ბარბაროსული აგრესიის შედეგად ყვავს. აი მართლა რო ტრაქტორით გადაუარეს უძველეს ქართულ სოფლებზე, რომელთაგან ერთ-ერთისგან ერედვისგან მე ვარ წარმოშობილი და ერედვში მათ შორის იყო საგვარეულო ჩვენი ძვალშესალაგის, სხვათა შორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი იყო ესეთი ერედვში, სადაც პავლინაშვილები ძალიან ბევრი თაობა იყო დასაფლავებული, ხო? ანუ აი ამ პირობებში იმის მაგალითად რომ ის ადამიანი რომელსაც პრეტენზია აქვს რომ იყოს პრემიერ-მინისტრი საუბრობდეს ამ გამოწვევებზე, საუბრობს რუსოფობიაზე. ეს არის მთავარი გამამართლებელი საბუთი ყოველ შემთხვევაში ბარბაროსული აგრესიების რუსების მხრიდან. რა შეადანაშაულებებს ზუსტად გამსახურდიას და მერაბ გოსტავას. რა შეადანაშაულებებს რომ იყვნენ რუსოფობები, ქსენოფობები, ხულიგნები ასე შემდგომ. უკრაინაში ვინც იყო ეროვნული მოძრაობის ლიდერები, მათაც რუსოფობობაში სდებდნენ ბრალს და ეხლა ზიგვე ბრალდება არის ჩვენს მისამართი და საოცრებაა ეს ხალხი, რომელთაც ზოგიერთი ნაწილი მაშინ იყო ოპოზიციაში ბრალს დებდა მიხეილ სააკაშვილს და მის მთავრობას იმაში რომ იყვნენ რუსოფობები და ქსენოფობები მაშინ აი რუსულ სიმღერებთან დაკავშირებით და სხვადასხვა კანონმდებლობა როცა იყო მიღებული პირდაპირ უნდა ქსენოფობები ვართ ეხა ცდილობენ რომ მართლა შუბლის ზარღვე გაიწყვეტეს და ეხა საერთოდ რაღაც სხვა ნარატივებს ავითარებენ რომ თითქოს და იქ რაღაც ხდებოდა და ყველას კარგად გვახსოვს თუ ვინმე არის მე რატო ვარ ამ პარტიაში იმიტომ რომ ეს არის მთავარი ანტისაოკუპაციო ძალა ამ ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე და მიხეილ სააკაშვილი პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე იყო დიახაც რეგიონში ზელენსკისთან კაჩინსკისთან და თითზე ჩამოსათულ ადამიანებთან ერთად რომლებმაც ირაკლი არ გედავებით მაგრამ ნახეთ რასაც კობახიძე ყვება 2008 წლის ომის შემდეგ ეს იყო ასეთი განწყობა რომ რაღაცნაირად ამაზეც ვისაუბრებ კი მათ შორის ტურიზმის კულტურული მაშინ გრიგოლ ვაშაძე კულტურის მინისტრი იყო და ასე წერილი გასაჯაროვდა მე რომელსაც ამაზეც ვისაუბრებ ამაზეც გავცემთ პასუხს არ არის ამაზე პრობლემა ნახეთ ის გეოპოლიტიკური არქიტექტურა რომელიც შეიქმნა მე რო თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები არიან მიხეილ სააკაშვილთან ერთად ამ ხალხმა შექმნა რუსული იმპერიის აი ამ არათუ ანუ დემონტაჟის რუსული იმპერიის დემონტაჟის აი ამ გარემოცვაში იმ ქვეყნების რომელსაც მათ აქვთ კვლავინდებურად შემორჩენილი ამბიციები და ეხლა რომ გადავიდეთ აი ამ კონკრეტულ ბრალდებებზე მაშინ რა ხდებოდა პოლიტიკური თვალსაზრისით ვიცით რა ხდებოდა პუტინი იძახდა რომ ნუ პირადი მტერია და რა სიტყვებით ემუქრებოდა მიხეილ სააკაშვილს გვახსოვს როგორი მიუღებელი იყო ნაციონალურ მოძრაობამ რუსეთისთვის ესეც კარგად გვახსოვს პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით რა მოხდა ესეც ვიცით მაგრამ ეხლა გადავიდეთ 2008 წლის შემდგომ პერიოდზე სამწუხაროდ ისევ და ისევ მეხუთე კოლონის აქტიურობის გამო და მეხუთე კოლონა მაშინაც ყვავდა საქართველოში სამწუხაროდ ეს ხალხი მაშინაც იძახდა რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი ჩვენ
კუთვნილ ტერიტორიაზე და თურმე თავდაცვის უფლება არ გვაქვს კანონიერი და საქართველოს არ აქვს იმის უფლება სახელმწიფოს რომ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები სამხედრო იერიშისგან აი ამ ადამიანების გამო, მათ შორის ევროპაში სასარგებლო იდიოტების გამო, მათ შორის იმ ადამიანების გამო, რომლებიც ვერ აღიქვამდნენ კარგად პუტინის ამბიციებს, ამის გამო ნაცნობაზრობაზეც კი არა, მიხეილ სააკაშვილიძე და არაღიარების პოლიტიკას ემუქრებოდა საფრთხით ის ფაქტი, რომ რატომღაც კულტურა ხდებოდა იმაზე, რომ თითქოს და ჩვენ ვართ ქსენოფობები, მართლა რუსოფობები, ვებზით რუსეთს და ამ დროს გადაიდგა ნაბიჯები ტურიზმის მიმართულებით, კულტურის მიმართულებით, რომ ჩვენ ევროპული ტრენდი სხვა იყო რუსეთის მიმართ. და ამ ტრენდზე აყოლა მოუხდა ხელისუფლება. მაგრამ ტრენდზე აყოლა კი არ იყო. ნახეთ, ჩვენი სასიცოცხლო ეროვნული ინტერესები მოითხოვდა იმ პერიოდში. ეხლა რო არაღიარების პოლიტიკა წარმატებული, ეხლა რო რაღაც მარტო ნაურუს და რამდენიმე ქვეყანას რო ქონდა, რომლებიც ღრმად დიქტატურაში იყვნენ ჩაფლობილები და მათ შორის სამხედრო დანაშაულებში ჩადიოდნენ საერთაშორისო სამართლის დარღვევით. აი ამ ქვეყნებს რო ქონდათ მარტო აღიარებული საქართველო, ეს არის იმ არაღიარების პოლიტიკის წარმატება, რომელიც ვაწარმოეთ. და ამ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში მათ შორის რამდენიმე მაშინაც რამდენიმე წაიღო გვახსოვს და იგივე აქტიურობა და მიხეილ სააკაშვილმა ჩამოთვალა კიდევაც, ხო, როცა პირადად ჩადიოდა, პირადად იღებდა მონაწილეობას და მათ შორის იგივე ქვეყნები, რომლებიც იყვნენ ავსტრალია მოახდინა მაშინ ტუვალუზე, ხო, ეს ზეგავლენა და თვითონ იყო აქტიურად ჩართული მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. რატომ ამ ყველაფერს? ამ არაღიარ საერთაშორისო ეროვნულ ინტერესებს. რამე რაღაც ტრენდს კი არ აუყევით ამ შემთხვევაში. საერთაშორისო ეროვნულ ინტერესს მოითხოვდა, რომ ჩვენ გვეჩვენებინა, რომ თუნდაც რაღაც მიმართულებები ჩვენ რაღაც ქსენოფობები და რუსოფობები კი არ ვართ და შარზე კი არ ვართ ამ შემთხვევაში. შარზე არის რუსეთი. რომ ჩვენ შეგვიძლია მაგალითად რაღაც მიმართულებით გქონდეს კავშირი ამ კუთხით ტურიზმის მიმართულებით, მაგრამ ეროვნულ ინტერესებს ვერ უგულობთ და რუსეთს ოკუპანტსაც დაუძახებთ და ეს ჩვენი პოლიტიკური პოზიცია და ჩვენი პოზიცია არის გაუნერა ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან და არა იმისგან, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც რუსოფობიური განწყობები ან ქსენოფობიური განწყობები. აი ეს იყო მთავარი. და ამ შემთხვევაში ვემსახურებოდი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ეხა პარალელურად რომ მოვიყვანოთ თანამედროვეობასთან, დღეს რა ხდება? რუსეთის ინტერესი რა არის? დღეს ეს რა არის? რომ საქართველოს არ იყოს დასავლეთის განუყოფელი ნაწილი, რომ ბალანსის საშუალება არ შეეძლოს, იმიტომ რომ კავკასიაში არ უნდა რომ დასავლეთი იყოს შემოსული და ევროპა იყოს, იმიტომ რომ თვითონ უნდა იყოს დომინანტი, ამიტომაც ევროპული ინტეგრაცია არის შეჩერებული, ამიტომაც ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა არის შეჩერებული, კორუფციაში იხჩობა ქვეყანა და კარგად ვნახეთ, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტები კი არ ხორციელდება და რაღაც თანამედროვე ინოვაციებთან და ანაკლის სპორტის შენებლობასთან კი არ გვაქვს საქმე. აი წინასწორებმა კოლ-ცენტრების მასობრივ ძალიან ძიმე ამბავია. კი ბატონო, ძალიან. ეს არის რუსეთის მიზანი. მიხვდით, ამ თავარი მიზანი მისი ის კი არ არის, რამდენი თუნდაც აი ამ მიმართულებით, რაზეც გვეუბნებათ თქვენ. თავარი სტრატეგიული მიზანი რაც არის, ის აუსრულეს რუსეთს, რომ საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი აღარ არის პრიორიტეტული საერთაშორისო საზოგადოებაში, როცა განიხილება ხომ, იმიტომ რომ არ აყენებს ამას პროაქტიულად საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს უარი აქვს ნათქვამი დასავლური ინტეგრაციის პროცესზე და საქართველოში მყარდება კორუმპირებული დიქტატურა, სადაც ადამიანების პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები არის ფეხბურთში გათელილი. ესეთი საქართველო უნდა საბოლოო ჯამში რუსეთს. ეს არის სტრატეგიული მოთხოვნა, რასაც უსრულებენ და ერთსაც დავამატებდი მხოლოდ და მხოლოდ გარდა იმისა, რომ საინფორმაციო დივერსიებში კრემლის პრესპიკერება და ქცეულები ყობახიძეს და ძმანი მათნიც და ამიტომაც არის, რომ ლავროვისგან, ზახაროვასგან და პუტინისგან სისტემატურად იღებენ ქების წერილებს. კი ბატონო, მადლობა.